ველამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე. ვსაუბრობთ ადამიანის ადგილზე სამყაროში და იმ ურთიერთობებზე, რომელიც უწყვეტია და რომელიც ადამიანს გარემოს ნაწილად აქცევს. ისევე როგორც ადამიანის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, რამდენად შეიძლება გარემოს ზედმოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანმა თავად შეცვალოს გარემო და ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს. როდესაც ჩვენ ასე ვუყურებთ ადამიანს, ადამიანის როლს სამყაროში, კიდევ უფრო დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შესაძლებლობების მიმართ. ადამიანი მაღალ ინტელექტუალური, ბიოლოგიური არსებაა. ადამიანი არის მაღალ განვითარებული ძუძუმწოვარა, რომელიც ბიოლოგიურ სამყაროსთან მიმართებაში რასაკვირველია, უნდა ითვალისწინებდეს რისკებს, რომელიც მის ყოველდღიურ არსებობას უკავშირდება. ჩვენ წლების წინ გადავწყვიტეთ, რომ ამ რისკებზე შეგვეხსენებინა საკუთარი თავისთვის, ერთმანეთისთვის, ზოგადად იმ საზოგადოებისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ზრუნავს და ამიტომ დავიწყეთ საუბარი გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებზე. მეგობრულად განწყობილ ურთიერთობებზე საუბრობდით და დღეს არავის უკვირს, როდესაც კონკრეტული ფაქტორები გარემოსთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობის რისკად არის ხოლმე დასაბუთებული, წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის გახსენებთ ჩვენს მთავარ კონცეფციას, რომელიც გარემოსთან მიმართებაში შევიმუშავეთ. ეს კონცეფცია ხანდაზმულია, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ჩვენ საუბრობდით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი არჩევანი. პირად დონეზე, ოჯახის დონეზე, საზოგადოების დონეზე და იმის თქმა, მე ავირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც არ არის გაცვეთილი სიტყვები, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ძილსაც, ფიზიკურ აქტივობასაც, კვებასაც, სტრესის მართვასაც, ერთმანეთთან ურთიერთობებსაც, მავნეჩვევებსაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ჩამონათვალში გარემო, სადაც ძალიან ბევრ რამეს ბუნებრივი პროცესებით ვერ გავუმკლავდებით. მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია თავისთავად განადგურებადი, ანუ ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენება და მე გაგახსენებთ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ კამპანია მინის ბოთლი პლასმასის ნაცვლად. ჩვენი ახირება კი არ იყო ეს, ესე უკავშირდებოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებდა მაგალითად ბისფენოლის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამიტომ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ქსოვილის ჩანთაზე მსჯელობა, ჩვენ მაშინაც დავასაბუთეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ნაჭერი, ეს არის ეკომეგობრული გადაწყვეტილება, მრავალჯერადი გამოყენების, რომელსაც აქვს უზარმაზარი დატვირთვა, როდესაც ჩვენ პოლიეთილენის ნაცვლად, ანუ გარემოს უკიდურესად დამაბინძურებელი მიკრო და ნანოპლასტიკის ნაცვლად ვირჩევთ სწორედ ქსოვილის ჩანთას. თქვენ გახსოვთ ჩვენი გადაწყვეტილება ხის კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით, თიხის ფიალასთან დაკავშირებით, როგორც დოზიმეტრზე ვსაუბრობდით იმისათვის, რომ ულუფა გავზომოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი საკვები პროდუქტები ზოგიერთი მძიმე მეტალისაგან უშუალოდ საკვების მომზადების და შენახვის პროცესში. ჩვენ საუბრობდით იმ არჩევანზე, რომელიც უკვე მოგახსენეთ ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებით და ყოველთვის საუბრობდით, რომ დიახ, ჩვენი არჩევანით ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და ასე ჩამოვაყალიბოთ პირადი ექიმის გუნდები. თქვენ გახსოვთ, რომ ეს არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენთვის კარგად ნაცნობი ატრიბუტიკა, ისევე როგორც ჩვენი დღიურები. დღიური, რომელიც არაუბრალოდ კარგი საშუალებაა ჩანაწერები გავაკეთოთ და სახელდახელოდ მოვნიშნოთ ესა თუ ის მოვლენა, არამედ ცოტა ვიმეცადინოთ კიდეც იმ სამახსოვროების მეშვეობით, რომელიც ეგრეთ წოდებულ ვიქტორინებს უკავშირდებოდა და სხვადასხვა პრობლემის შესახებ ცოდნას განამტკიცებს. აგრეთვე მოვნიშნოთ, რამდენი ჭიქაწყალი დავლიეთ დღის განმავლობაში და ასე დავინახოთ ობიექტურად, დავინახოთ ჩვენ მიერ წყალთან დამოკიდებულებით ვიცავთ თუ არა ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ პირობებს. ეს ყველაფერი გაგახსენეთ, იმიტომ რომ
ჩვენი შუქნიშანი არ არის მხოლოდ საკვებთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ეს არის გარკვეული ორიენტირები, რომელიც გვეხმარება სწორად ვიაროთ. ვიაროთ ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასიკეთო მიმართულებით და ასეთ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი ცხოვრების წესის შესახებ, როგორც უკვე გითხარით, მართლაც გულისხმობს ყველა ამ ფაქტორის გაერთიანებას, მათ შორის გარემოსთან მიმართებაში. და ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ უზრუნველყოთ სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, ანუ უზრუნველყოთ ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ სამი კომპონენტისგან დიდი ხანია უკვე არ შედგება ჯანმრთელობის განმარტება და უკვე ჩამოთვლილ სამ წახნაგთან ერთად ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ემოციური ჯანმრთელობა, ანუ რას ვგრძნობთ. აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ ვინ ვართ ჩვენ, ანუ ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და არ დაგვავიწყდეს ასეთ შემთხვევაში გარემოს ჯანმრთელობა. და ეს ჩამოთვლილი 6 კომპონენტი თავისთავად ჩვენი კეთილდღეობის 6 წახნაგს გულისხმობს. ანუ ჩვენი კეთილდღეობაც სწორედ მრავალწახნაგიანია ჯანმრთელობის განმარტებიდან გამომდინარე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელიც 8 წახნაგის აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ არა უბრალოდ ცოცხალ და არაცოცხალ გარემოს გულისხმობთ გარემოს ქვეშ, არამედ როდესაც 8 წახნაგზეა ლაპარაკი, ჩვენ შემოგვაქვს ეკონომიკური გარემო და ეკონომიკური ჯანმრთელობაც უკვე ჩამოთვლილ 6 ფაქტორთან ერთად და აგრეთვე გულისხმობთ ჩვენ სამუშაო გარემოს. ანუ იმ სივრცეს, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ძალიან სჭირდება გაფრთხილება. როგორც შენიშნეთ, ყველა იმ ჩამონათვალში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მეცნიერებამ შეიმუშავა, იქნება ეს 6 წახნაგიანი, 8 წახნაგიანი, თუ მომავალში კიდევ უფრო მეტი წახნაგი დაემატება, ყველგან ფიგურირებს ისეთი ფაქტორი, როგორიც არის გარემო. დიახ, ჩვენ არ ვართ იზოლირებული გარემოსგან. ჩვენზე გარემო მუდმივად ახდენს ზეგავლენას. ისევე როგორც ჩვენ ვახდენთ მასზე მუდმივად ზეგავლენას და შემდეგ ჩვენ მიერვე შეცვლილი გარემო გვპასუხობს გარკვეული მოვლენებით და ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ორგანიზმის წონასწორობაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი კეთილგანწყობილი ურთიერთობა გარემოსთან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ზრუნვა გარემოზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ ის კამპანია, რომელიც დღეს ერთგვარად შეკრავს ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, დიახ, მე ავირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი და მზად ვარ გუნდშიც კი გავერთიანდე იმისათვის, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ უზრუნველყოთ ჩვენი ოჯახის საზოგადოების ჯანმრთელობა გარემოსთან ჯანმრთელი ურთიერთობებით. სწორედ ამ თემას გააგრძელებს შორენა ლაბაძე ჩვენი რუბრიკით პირადი ექიმის გუნდი და ძალიან საინტერესო სიუჟეტით. პერიოდულად ჩვენ ვახორციელებთ მსგავს აქტივობებს. დღეს შემოვერთდით პირადი ექიმის გუნდს, შევაგროვეთ ნარჩენები და შესაბამისად დავახარისხეთ სეგმენტების მიხედვით. ჩვენ ცალ-ცალკე შევაგროვეთ მინა, პლასმასი, ლითონი და ქაღალდი. ყველაზე მეტად გარემო იყო დაბინძურებული პლასმასით. პლასტმასის შემდეგ ყველაზე ბევრი მოგროვდა ალუმინის ქილები. ლითონის განყოფილებაში ჩვენ მოვათავსეთ კონსერვის ქილები. ქაღალდის განყოფილებაში მოვათავსეთ ფურცლები და მუყაო. მინის განყოფილებაში მოვათავსეთ მინის ქილები და მინის ბოთლები. ყველა ნარჩენის ერთად შეგროვებისას ამ ნარჩენებს ვერ გადავამუშავებთ. საშიში ნივთები უნდა მოვათავსოთ ცალკე. საშიში ნივთებია ნატურები და ელემენტები. სველი და ცხიმიანი ქაღალდი, მაგალითად სველი სალფეტკი და პიცის ყუთი აღარ გადამუშავდება. გარემოს დასუფთავება ნიშნავს ჯანმრთელ ადამიანებს. გადამუშავებული ქაღალდი ნიშნავს ნაკლებ მოჭრილ ხეს. დამუშავებელი ნარჩენები იწვევს ინფექციების და მავნებლების გავრცელებას.
გარდა იმისა, რომ ბუნება დავასუფთავეთ, ეს იყო ძალიან სახალისო. თუ ბევრი ადამიანი დაასუფთავებს გარემოს, იქნება მნიშვნელოვანი. ბუნება ჩვენი სახლია და ჩვენ ბუნებას სახლისავით უნდა მოვქცით. ჩვენ შევუერთდით პირადი ექიმის გუნდს და გადავახარისხეთ თითო ტიპის ნარჩენები. თუ ადამიანები არ დაანაგვიანებენ სამყაროს, მაშინ მისი დასუფთავება აღარ იქნება საჭირო. არა, იცი რა მინდა, თუ ყველა ადამიანი ესე დაასუფთავეს, ჩვენი დედამიწა იქნება ძალიან ლამაზი. ჩვენ ვართ პირადი ექიმის გუნდი! როდესაც ჩვენ კიბეზე ავირბენთ, ან საკმაოდ დიდ ტვირთს ვატარებთ ხანგრძლივად გრძელ დისტანციაზე, უნებურად ვგრძნობთ დაღლილობას. და თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ ძალიან ხშირად ადამიანები საუბრობენ დაღლილობაზე მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით აშკარა მიზეზი არ არსებობს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აღმოჩნდა ძალიან საყურადღებო სამედიცინო თვალსაზრისით და ჩვენ ამ თემას პერიოდულად ვუბრუნდებით. ვუბრუნდებით არა იმიტომ, რომ თემა არის ისეთი, რომელზედაც მხოლოდ მოცემულ მომენტში უნდა ვისაუბროთ, არა. ეს არის თემა, რომელიც ცივილიზაციასთან ერთად ადამიანთა სულ უფრო დიდ ნაწილს შეიძლება შეეხოს და გასათვალისწინებელია ისიც, რომ იცვლება სამედიცინო ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ წუთისათვის, რაც გვაქვს მტკიცებით დადასტურებული ინფორმაცია, სწორედ ეს გაგიზიაროთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ექიმია. იგი არის ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, მას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ინტერნისტი, ანუ თერაპევტი, როგორც ჩვენ საზოგადოებაში უწოდებენ ხოლმე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი კახაჭელიძე. დილამშვიდობისა ბატონო კახა. მოგესალმებით ბატონო მარი. ყოველთვის მიყვარს თქვენი სტუმრობა გადაცემაში, მიხარია რომ გვაქვს შესაძლებლობა ეს ჩვენი საუბრების ციკლი გავაგრძელოთ და მე არც ვიტყვი რამდენად ხანდაზმულია უკვე ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა, თუმცა აუცილებლად ვიტყვი რომ ამ თემას ჩვენ პირველად არ ვეხებით. როდესაც პირველად გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების გაუთავებელი ჩივილი დაღლილობასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რა თქმა უნდა, სამედიცინო საზოგადოებამ ეს ყურად იღო და გაითვალისწინა ეს ფაქტორი ყველა დარგის ექიმმა, იმიტომ რომ მეტნაკლებად ამ ჩივილით ყველა სპეციალობის ექიმთან შეიძლება მოხვდეს ადამიანი. თუმცა გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ მედიცინამ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ერთი შეხედვით უწყინარ ჩივილს, რომელიც შეიძლება ცალკე დიაგნოზადაც კი იქცეს. დღეს ჩვენ საუბრობთ არა უბრალოდ დაჩივლებაზე დაღლილობის შესახებ, არამედ დღეს ჩვენ საუბრობთ მდგომარეობაზე, რომელსაც მედიცინამ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უწოდა. დღეს არ საუბრობთ ამ დიაგნოზზე პირველად გადაცემაში. ეს დიაგნოზი ჩვენ უკვე არაერთხელ ვახსენეთ ჩვენი გადაცემის ისტორიის მანძილზე, მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ მასზე თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის მონაცემებით. უკვე წლები გავიდა, რაც მედიცინა მიცის ამ სინდრომის შესახებ. ეს რა არის, ბატონო კახა? ეს არის უბრალოდ მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ ეპიზოდებთან არის ასოცირებული. ეს არის საყურადღებო სამედიცინო პრობლემების ერთობლიობა. ეს არის ნიღაბი ძალიან სერიოზული პრობლემების შესახებ. თუ ყველა ამ ფაქტორთან ერთად კიდევ რაღაც, რაც ჯერ არ გვითქვამს და არ გვიხსენებია. ვიდრე კითხვაზე გიპასუხებდეთ ტრადიციულად და გულწრფელად მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ მეგობარი მიწოდეთ, ნამდვილად ვარ თქვენი და თქვენი გადაცემის მეგობარი და გილოცავთ ამ წინვალე სტუდიაში გადმოსვლას, ჩემი ფეხი კეთილი ყოფილიყოს პირველად გახლავართ აქ. რაც შეეხება პრობლემას, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბარს ვაპირებთ, უნდა განვიხილოთ ორ ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ სახელი დაღლილობა, ზოგადად ტერმინი უпроსტად დაღლილობა გამოხატავს გონებრივი თუ ფიზიკური უნარის შესაძლებლობების დაქვეითებას, რეალურად დაღლილობა შეიძლება დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად. პირველ შემთხვევაში ის არის
ნიშანი, სიმპტომი სხვადასხვა მდგომარეობების ან ფიზიოლოგიური, თქვათ, დაღლილობის შედეგი. მეორე გახლავთ სრულიად მძიმე, განსხვავებული საყურადღებო დაავადება, ყველაზე უცნაური დაავადება მე თუ მკითხავთ. მედიცინის, თანამედროვე მედიცინის ისტორიაში თუ დღევანდელობაში ეს გახლავთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელსაც ცალკე აქვს სამედიცინო ტერმინი, წინ უძღვის უпроსტად კომპლექსური დასახელება გახლავთ მიალგიური ენცეფალომიელიტი, იქვე მოხვება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თვითონ აი ეს ტერმინი და უბრალოდ დაღლილობა გვაჩვენებს რა განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის, ვიმეორებ ერთი სიმპტომი გახლავთ სხვადასხვა დაავადებების ან თქვათ ფიზიოლოგიური დაღლილობის გამოვლინება, ხოლო მეორე არის მძიმე პათოლოგია, რომელზედაც შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მით უმეტეს როგორც თქვენ ძანეთ დღევანდელი მიღწევების საფუძველზე გაცილებით მეტი ვიცით ამ პათოლოგიის თაობაზე, მაგრამ ის ცოდნა, რაც ჩვენ ამ პათოლოგიაზე უпроსტად თანამედროვე მედიცინას გააჩნია, მაინც მიზერულია რამე თუ შემთხვევათა უმეტესობაში გნებავთ მექანიზმებში, გნებავთ თქვათ მკურნალობის საკითხებში, ეს არის ჯერ კიდევ დიდი ამოცანა თანამედროვე მედიცინისა ენიგმა, რომლის ამოხსნა საბოლოოდ ჯერ არ მომხდარა. როდესაც თქვენ გამიჯნეთ ერთმანეთისგან მდგომარეობები, მნიშვნელოვანი იყო განმარტება ჩვენი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ ხშირად დაღლილობის მიმართ დამოკიდებულება არის ან ზედაპირული, ან არც თუ ისეთი სერიოზულობით ახსავსე, როგორც თვითონ მდგომარეობა ამას მოითხოვს. თანამედროვე რეალობაში თითქოს ლოგიკურად გვეჩვენება, რომ ყველა იყოს დაღლილი და გატანჯული ცივილიზაციის საჩუქრებით, ქრონიკული სტრესული გარემოთი და სეზონითაც კი, იმიტომ რომ მაგალითად გაზაფხულზე ადამიანმა თუ დაიჩივლა, ან გაზაფხულის მიწურულს დაიჩივლა, რომ დაღლილობას გრძნობ, აბა რა იქნება, გაზაფხულია. ასაკის ასოციაცია ამ თემასთან კიდევ უფრო სტერეოტიპულია, როდესაც აბა რა გინდა წლები პასპორტში ჩაიხედე, რაც ცოტა არ იყოს დამაკნინებელი, შეურაცხმყოფელი და ხშირ შემთხვევაში არ არის მაინც და მაინც ლოგიკური, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გქონდეს საქმე. როდის უნდა აღვიქვათ დაღლილობა, როგორც სიმპტომი, როგორც გარკვეული მდგომარეობის ერთ-ერთი გამოვლინება, მრავალ სხვა გამოვლინებათა შორის, როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ან როგორც მართალია სერიოზული დაავადების, მაგრამ სიმპტომო კომპლექსის ერთ-ერთი დეტალი და როდის უნდა ვთქვათ, რომ ეს არის არა, დამოუკიდებელი მოვლენა თავისი სერიოზული მექანიზმით და შედეგებით. ძალიან კარგი კითხვა გახლავთ და ალბათ ეს კითხვა გაჩნდა თავის დროზე, როგორ განესხვავებინათ ერთმანეთისგან უბრალო ჩივილი და პათოლოგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სახით და ალბათ აქ დროითი კატეგორიის შემოტანა, ამიტომ გახდა საჭირო, რომ დროის და ხანგრძლივობის მიხედვით დაეყოთ დაღლილობა. დაღლილობა სამ კატეგორიად არის დაყოფილი. ერთი გახლავთ პირველი 1 თვემდე დაღლილობა, რომელიც წვავე დაღლილობად ითვლება, 1-დან 6 თვემდე და 6 თვის შემდგომ გახლავთ ეს ქრონიკული დაღლილობა, უკვე აი ამ მიჯნაზე უნდა ვეძებოთ ჩვენ, უბრალოდ გაგვიჩნდეს ეჭვი, ხომ არ არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ანუ ეს არა სიმპტომია, არამედ თავად დამოუკიდებელი პათოლოგია, რომლის ასე თქვა წინ წამოწეული ფრონტალური ნიშანი გახლავთ, სწორედ დაღლილობა. თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ცივილიზაციის საჩუქრების და კომფორტი ხშირად იწვევს უბრალოდ ხელშემწყობი ხდება დაღლილობისა, ტემპი ჩვენი ცხოვრებისა დაღლილობის ხელშემწყობი გახლავთ, მაგრამ არის რადიკალურად განსხვავებული ასე ვთქვათ ნიშანი, სიმპტომი, რითაც შეგვიძლია განასხვავოთ ერთმანეთისგან უბრალოდ დაღლილობა, რომელიც სხვა პათოლოგიას ახლავს, ან ჩვენ დაძაბულ ცხოვრების რიტმს და რეჟიმს და არის განმასხვავებელი ნიშანი, რა ხდება, ვთქვათ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიღმა. ეს გახლავთ დასვენება შველის თუ არა. ანუ როდესაც დასვენებას რეკრეაციული ეფექტი აქვს, მე ვამბობ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლილობაზე, ჩვეულებრივ ყოფით გადაღლაზე საუბრობ ამ წუთში, შესაბამისად ის როგორც წესი ძალების აღდგენას იწვევს. ხოლო რაც შეეხება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევაში,
დასვენება რეკრეაციული არ გახლავთ. მას არ მოხვება სასიცოცხლო ძალების აღდგენა და ეს არის პრობლემა. თუმცა ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა და ნებისმიერ ჩვენს მაყურებელსაც რომ არის პათოლოგიები, რო თქვა იგივე გულის უკმარისობა, რომელსაც დასვენება არ შველეს და დაღლილობა ახლავს. იგივე ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში. ანემიები მაგალითად უამრავი პათოლოგია, რომელიც არ არსებობს ფაქტობრივად პათოლოგია, რომელსაც დაღლილობათან არ ახლავს. განსაკუთრებით ქრონიკული და გამომფიტავი. რასაკვირველია, მაგრამ აქ ეს თუ დაავადების იმას მიზეზი აქვს, დაავადება არსებობს, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ დაღლილობა დაავადების. რასაკვირველია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მე წაღან თქვი სრულიად ამოუცნობი სფერო გახლავთ, გაურკვეველი სფერო, თავისი დასახელებიდან გამომდინარე დამთავრებული თქვათ მისი პათოგენეზის ახსნის მცდელობებისა, ფაქტობრივად მხოლოდ ჰიპოთეზებზეა თანამედროვე მედიცინა და ზოგადად ვამბობთ, რომ ეს გახლავთ ავტონომური ნერვული სისტემის და მეტაბოლურ ენერგეტიკული კრიზისი ჩვენი ორგანიზმის. სწორედ ამიტომ არის, ამ პათოლოგიას ქრონიკულ სინდრომს ვამბობ, უკან უდგას ენერგეტიკული კრიზისი ორგანიზმის, უჯრედის. და ეს ენერგეტიკული კრიზისი გამოიხატება ერთი სიტყვით, თუ თქვა თანამედროვე ადვილად გასაგებ ენაზე გადავიყვანთ ამას ყველაფერს, ეს არის ენერგეტიკული ბანკროტი. ორგანიზმი ხდება ენერგეტიკული ბანკროტი. კოტრდება. გაკოტრება ხდება ენერგეტიკული და შესაბამისად ის მინიმალური ენერგია, რომელიც ჯერ კიდევ გამომუშავდება ორგანიზმში, მხოლოდ სასიცოცხლო პროცესების მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. აი განსხვავება რა არის ამ ორ მოვლენას შორის. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა გაატარეთ დაღლილობა სიმპტომსა და დაღლილობა დიაგნოზ შორის. ანუ პრინციპში დაღლილობის სინდრომი გვაქვს მხედველობაში, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როგორც ცალკე მოვლენა და ცალკე დიაგნოზი. როდესაც ადამიანი ფიზიკური, მენტალური გადაღლილობის ფონზე დასვენებით ვერ იღებს შვებას და დასვენება არ არის შემამსუბუქებელი გარემოება. რა თქმა უნდა, გავახსენეთ და თქვენ გაახსენეთ მაყურებელს ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი გამოფიტულია და რესურსების და ძალების აღდგენა ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ აი ეს დაკვირვება სრულიად გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს და შეიძლება ეს იყოს ბიძგი, რომელიც ადამიანს ექიმთან მიიყვანს კითხვით, რომ რა მოვუხერხო ჩემს დაღლილობას და რა არის ჩემი დაღლილობის მიღმა. თუმცა ჩვენს მაყურებელს აქვს ძალიან საინტერესო კითხვა. მე გავამხელ, რომ ეს კითხვა მოვისმინე და ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში ამ თემის განზოგადება. მე მგონია, რომ ეს მარტო ჩვენი გადაცემის მისამართით დასმული კითხვა არ არის, ეს არის კითხვა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აქვს სამედიცინო საზოგადოების მიმართ და მოდით ერთად მოვიცმინოთ ეს აუდიო შეტყობინება. მოგესალმებით, კითხვა მაქვს დაღლილობასთან დაკავშირებით. მოკლედ გეტყვით ჩემი ცხოვრების წესის შესახებ. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ ჯანსაღის ცხოვრების წესი მაქვს. მაქსიმალურად მოვიწესრიგე ძილი და კვება. ფიზიკურადაც შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ადამიანი ვარ. თუმცა არის ერთი ნიუანსი, ხმაურიან ადგილას ვცხოვრობ და ხმაურიან გარემოში მიწევს მუშაობაც. ზოგჯერ ვცდილობ და გამომდის კიდევაც, რომ მუშაობა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსო. ერთი შეხედვით შემიძლია გითხრათ, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მუდმივი დაღლილობის განცდა არასოდეს მტოვებს. და ჩემი კითხვაც ზუსტად ამაში მდგომარეობს. მაინტერესებს ზუსტად ეს ხმაური შეიძლება თუ არა იყოს ჩემი დაღლილობის მიზეზი. უნდა მადლობა უთხრათ ჩვენს მაყურებელს. სხვათა შორის, როდესაც გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ კვირეული გვაქვს ხოლმე, ამ თემას ხშირად უბრუნდებით. ანუ გარემოს რისკებს შორის ხმაური არის თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ არის თუ არა ხმაური ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომელსაც შეუძლია პროვოცირება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ან ქრონიკული დაღლილობის შეგრძნების არსებობისას, როცა თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი მოწესრიგებულია. უნდა ვივარაუდოთ და ვიფიქროთ ხმაურზე როგორც რისკ ფაქტორზე. რა თქმა უნდა,
უბრალოდ აქ კითხვაში არ გაჟღერებულა ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომ არის თუ არა დაღლილობის ბანალური, ტრივიალური გამომწვევი მიზეზების თქვა ანემიის, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში საკმაოდ გავრცელებული გახლავთ, დადგენილი არის თუ არა ანემია ამ ქალბატონთ. მაგრამ დავანებოთ თავი თქვა ყველა სხვა თქვა სომატურ პათოლოგიები ანემიაც არ არის და ასე შემდეგ. ცხოვრების სტილი ქალბატონის აქტიური გახლავთ, ფიზიკურად აქტიური გახლავთ ქალბატონი, მაგრამ არის უდიდესი ასე ვთქვათ რისკ ფაქტორი ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც ხმაური ქვია. ხმაური ფაქტობრივად ვამჩნევთ მას ვეგუებით თუ არ ვეგუებით, რეალურად ის უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაბამისად არა მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იმიტომ რომ უბრალოდ ბგერის ტალღები ფიზიკურადაც მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, მოგეხსენებათ რეზონანსის თეორია, ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრ ძირეულ ცვლილებებს იწვევს. მართალია ეს არ არის დრამატული და ასე ვთქვათ დამანგრეველი ცვლილებები მყისიერად ორგანიზმისთვის, მაგრამ პერმანენტული მუდმივი მოქმედება ბგერითი ტალღების ხმაურის აღქმა ჩვენი აღქმადი სისტემის მიერ გახლავთ საბოლოოდ ერთი სიტყვით შეიძლება უფრო სწორად შევხედოთ, ესე მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობაში ყოფნა მიუხედავად იმისა, თქვათ, რამდენ ხანს დაისვენებთ დღეში. დღეში თუ თქვათ 5-6 ან მეტი საათის განმავლობაში ხმაურში იმყოფება სუბიექტი, იქ 1 და 2 საათიანი დასვენება რეალურად ეს რეკრეაციულ ეფექტს ვერ მოგცემს. აქედან გამომდინარე, მარტო ხმაურიც კი გმარას აიმისოთ, რომ სიმპტომი დაღლილობა გაჩნდეს. მაგრამ ეს ნამდვილად გახლავთ თუ არა, თქვათ, ხელისშემწყობი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბებისა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ და ცალკეულ შემთხვევაში უნდა ეს ერთი მიზეზი იქ არასოდეს გახლავთ. ეს არის სხვადასხვა მრავლობითი მიზეზებით განპირობებული პათოლოგია, ამიტომ ამ შემთხვევაში ალბათ მე როგორც ექიმი გავმიჯნავდი ამას და გავმიჯნავდი იმის გამო, რომ თვალსაჩინო ერთი მიზეზი აქვს. ქალბატონს ეს არის ხმაურში ყოფნა. როდესაც ჩვენ გადაცემაში პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ჩვენ გვაქვს ტრადიცია. ერთი მხრივ არაფერი დავმალოთ, რა იცის მედიცინამ, თანამედროვე ცოდნა მაქვს მხედველობაში, მაგრამ მარტივად და გასაგებად საზოგადოებას გაუზიაროთ, იმიტომ რომ ეს ცოდნა გამოიყენოს ჩვენმა საზოგადოებამ, თუნდაც საკუთარი დაკვირვებით და ამ ცოდნით იპოვოს მინიშნებები თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ არის მეორე წახნაგი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ გარკვეული მიმართულება მივცეთ საზოგადოებამ. მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით საზოგადოებას, რომ აქედან ჩვენ წამლებზე და მათ გამოყენებაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ რეცეპტებს არ გავცემთ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ჩემი აზრით მთავარს. ჩვენ ვცდილობთ ავირჩიოთ ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ადამიანი მივიდეს საკუთარი ჯანმრთელობისათვის საუკეთესო გამოსავალთან. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევაში ან დაღლილობის სიმპტომის შემთხვევაში სად არის გამოსავალი, ბატონო კახა? ურთულესი კითხვაა და ჩვენი გადაცემა არ ეყოფა ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ ცადოთ და ვუპასუხოთ მოკლედ. გამოსავალი ალბათ გახლავთ დროულ გამიჯვნაში სიმპტომისა და სინდრომის, ანუ ჩვეულებრივი სხვა დაავადების ან ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური გადაღლილობის გამოვლინებისა და მძიმე პათოლოგიას შორის მიჯნის გავლება გახლავთ თავარი გამოსავალი, იმიტომ რომ როცა იცი რასთან გაქვს საქმე, მე უკვე გაცილებით ადვილია ბრძოლა, თქვათ, და აქტივობები ამ მიზნით. მოდით თქვენ ბრძანეთ, რომ რითი გამოირჩევა ნამდვილად თქვენი გადაცემა, იმიტომ რომ უკიდურესად რთულ და კომპლექსურ პრობლემებს საზოგადოებას აწვდით ძალიან გასაგებ ენაზე და შესაბამისად ფაქტობრივად ისე, რომ ამას ამ ინტერპრეტაციაში არ შეიძლება მოყვეს შემდგომი ცრუ გაგება, თქვათ, მოვლენებისა. რისთვისაც მე პირადად როგორც ექიმი მადლობას გიხდით კოლეგას და თქვენ გადაცემას. მოდით ვნახოთ განმარტება, რომელიც ძალიან ნიშნები რითი შეიძლება გავმიჯნოთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს აქვს 3 ძირითადი აუცილებელი ნიშანი. ერთი გახლავთ ის, რომ დაავადების დაწყებამდე მას დასაწყისი აქვს. მას შეიძლება ვერც ვერაფერს დაუკავშიროთ, ან მას უძღოდეს წინ, თქვათ,
ვირუსული ან თქვა ბაქტერიული ინფექცია ან რაღაც სტრესი თქვა. აი მაგალითად COVID-ის შემდგომ თუ მანამდე 2020 წლამდე მსოფლიოში დაახლოებით რეგისტრირებული გახდათ 685,000-დან სხვადასხვა ქვეყანაში 2 მილიონი ნახევრამდე ადამიანი ამ პათოლოგიით. COVID-ის ბოლოს 2023 წლისთვის 15 ჯერ გაიზარდა ეს რიცხვი. ანუ COVID-მა განსაკუთრებით პროლონგირებულმა გახანგრძლივებულმა COVID-მა ძალიან მძიმე კუდი დატოვა ამ თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში. ვერ გეტყვით საქართველოში რა ხდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამისი სტატისტიკური მონაცემები მე არ გამაჩნია. მაგრამ რეალურად რაღაც ხელშემწყობი მიზეზი ინფექციიდან დაწყებული სტრესით დამთავრებული ამ პათოლოგიასაც აქვს. მაშინ ვიტყვით თუ სტრესი და პათოლოგია შეუძლია გამოიწვიოს ჩვეულებრივი დაღლილობა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რითი განვასხვაოთ ერთმანეთისგან. სამი აუცილებელი ნიშანი. ერთი გახლავთ, რომ დაავადების დაწყების შემდგომ ადამიანი ის აღარ არის, რაც მანამდე იყო, არც ფიზიკურად, არც გონებრივად. მას აღარ შეუძლია იმ ტრივიალური ყოველდღიური ოპერაციების შესრულება, მე ვამბობ ყოფით ოპერაციებს ან პროფესიულ აქტივობის შესრულება, რასაც ასრულებდა. მათ შორის გონებრივიც. მეორე გახლავთ ის, რომ ფიზიკური დატვირთვა ან გონებრივი დატვირთვა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. და მესამე გახლავთ ის, რაც წეგან ვახსენეთ, ძილი არ გახლავთ აღდგენითი. აი ეს არის სამი აუცილებელი ნიშანი, რითაც ხასიათდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მაგრამ ეს არკმანა დიაგნოზისთვის. უწინ თუ თქვათ ეს დიაგნოზი გამორიცხვის გახდათ, ანუ გამორიცხავდნენ ყველა პათოლოგიას და როცა ვერაფერს მიაგნებდნენ და არქმევდნენ მას ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, დღეს ასე არ არის. ამ სამს უნდა კონდეს ამ ორიდან ერთი მაინც ახლა რასაც დავასახელებ. ეს გახლავთ ორთოსტატიკური აუტანლობა, მაპატიეთ სამეცნიერო ტერმინისთვის, მაგრამ ასე ქვია და ეს არის ფეხზე დგომის შემთხვევაში გაუარესება შეგრძნებებისა და ეს არის კოგნიტიური, ანუ შემეცნებითი დარღვევები. ეს არის მეხსიერების, ეს არის კონცენტრაციის დარღვევები და ერთგვარი ყველაზე ხშირად რაც ფიგურირებს ლიტერატურაში ან თქვით იგივე პაციენტების მხრიდანაც ეს გახლავთ დანისლული გონება. ანუ ამ ორიდან ერთი მაინც უნდა გქონდეს დამატებით იმ აუცილებელ სამეულს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ამოვიცნოთ. ხედავთ, არ ჭირდება არც ლაბორატორიული გამოკვლევა, არ ჭირდება არც თქვათ ნატიფი რადიოლოგიური კვლევები ან სხვა ტიპის კვლევები, ელემენტარული, აი სამი აუცილებელი და პლუს ერთი დამატებითი ნიშანი, რომელიც შეუძლია არასპეციალისტმაც ამოიცნოს, გამიჯნავს ჩვეულებრივ დაღლილობას ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დღევანდელ გადაცემაში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კურნალობის პრობლემას ამოვწურავთ ან გადავჭრით. თუმცა ჩვენი ამოცანა იყო შეგვეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ დაღლილობა არც ისეთი უწყინარი სიმპტომია, რომლის უგულებელ ყოფა ღირს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენი ხაზგასმა იმასთან დაკავშირებით, რომ კი დაღლილობა შეიძლება იყოს სიმპტომი სხვადასხვა მდგომარეობაში, მაგრამ დაღლილობა შეიძლება იყოს განუყოფელი ნაწილი იმ სერიოზული მდგომარეობისა, რასაც ქვია ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ეს არის ცალკე დიაგნოზი. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის, მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ინტერნისტი, იგივე თერაპევტი ბატონი კახაჭელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინკვებით შუქნიშანი გველოდება. თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაშინაურებული შეგრძნება არის დაღლილობა. ძალიან ბევრი რამით ვგრძნობთ თავს დაღლილად. მოვლენებით, ემოციებით, შთაბეჭდილებებით, სირთულეებით და როგორც ირკვევა, ეს შეგრძნება ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს. აქ კიდევ უფრო საყურადღებოა დამოკიდებულება თვითონ დაღლილობის ჩივილთან და სიმპტომთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ
ერთია, როდესაც სხვადასხვა პრობლემასთან კავშირში უნდა აღვიქვათ იგი, როდესაც ფიზიოლოგიურად უნდა აღვიქვათ და როდესაც ცალკე დამოუკიდებელ პრობლემად უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რა მექანიზმია დაღლილობის უკან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების წესი შეიძლება იყოს ხელშემწყობი ან შემამსუბუქებელი ამ სიმპტომის. რა მაქვს მხედველობაში, მოდით თანმიმდევრულად გავყვეთ, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ვიქცევით. მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება. შეიძლება იყოს თუ არა დაკავშირებული მაგალითად ფიზიკურ აქტივობასთან. რასაკვირველია შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, არა თუნდაც ჩვენთვის უკიდურესად საარგო და ძალიან კარგად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაღლილობას აღძრავს ჩვენში. არამედ მდგომარეობა, როდესაც საერთოდ არ ვიტვირთებით ფიზიკურად, პირიქით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გვაქვს ჰიპოდინამიის სახით, ან სრულიად მოწყვეტილი ვართ ფიზიკურ აქტივობას, ადინამიაა ჩვენი ყოველდღიურობა. ასეთ შემთხვევაშიც, როგორც კვლევები ადასტურებს, ადამიანებს მიუხედავად ფიზიკური აქტივობის არ ქონისა, მათ აქვთ დაღლილობის შეგრძნება. დიახ, ეს არის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი კიდურა მდგომარეობა, უკიდურესი სიჭარბე, ანუ დატვირთვა ფიზიკური აქტივობით და ფიზიკური აქტივობის სრული არ ქონა, ანუ არ არსებობა არის ორივე თანაბრად რისკ ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი მოთენთილად და დაღლილად გრძნობდეს თავს. მიაქციეთ ყურადღება ძილთან დაღლილობის კავშირს და მე ვფიქრობ, ამას ჩემი ახსნა არც სჭირდება და არც ჩემი შეხსენება. ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს და ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილება გადაჭარბებული ძილით, ზედმეტი ძილით შეიძლება იყოს მოთენთილობის და დაღლილობის წინაპირობა. სხვათა შორის შაბათ-კვირას რომ ცდილობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია გამოძინებას და თითქოს დანაკარგის აღდგენას, სწორედ შაბათ-კვირას შეიძლება ვერ მოიკრიბოს ძალა, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეებში გადაჭარბებული ძილის გამო ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ მოთენთილობა და დაღლილობა და ეს განცდა გაჰყვეთ უკვე სამუშაო კვირის განმავლობაში. წონა განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კიდურა მდგომარეობები და მდგომარეობა, როდესაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას და წონის დეფიციტიც აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას. მე აი ამ კანონზომიერებას გავყვები. ნებისმიერი სიჭარბე და ნებისმიერი ნაკლებობა საყურადღებოა დაღლილობის კონტექსტში და ორივე ასეთ კიდურა მდგომარეობას მივყავართ დაღლილობასთან. ძილის შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, წონის შემთხვევაში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი გადაჭარბება ან ნაკლებობა რეჟიმთან მიმართებაში, ჩვენს ყოველდღიურ რუტინას, როდესაც გულისხმობთ, საყურადღებოა. კვებასთან მიმართებაში, საკვების ნაკლებობაც, საკვების სიჭარბეც არის საყურადღებო. გასათვალისწინებელია წყალთან დამოკიდებულება, როდესაც წყლის ნაკლებობა და წყლის სიჭარბე ორივე შეიძლება გახდეს დაღლილობის და მოთენთილობის წინაპირობა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია 1 საათის განმავლობაში ლიტრ ნახევარზე მეტი წყალი თუ მივიღეთ, ეს შეიძლება იყოს ნატრიუმის მკვეთრად დაქვეითების წინაპირობა და მოთენთილობის, დაღლილობის და სხვა სიმპტომების გაჩენის წინაპირობა. ისევე როგორც არასაკმარისი მომარაგების შემთხვევაში, ანუ წყლის არასაკმარისი მოხმარების დროს ასევე გვექნება მოთენთილობა და დაღლილობა. ალკოჰოლი, მისი არარაციონალური მოხმარება იწვევს ადამიანში დაღლილობას, მოთენთილობას, მოწყვეტილობას, რა თქმა უნდა, როგორც მისი სიჭარბე, ასევე მისი გამოზარხოშება. ანუ, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი იღებდა ალკოჰოლის გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ იწყება აბსტინენცია, ანუ გამოზარხოშება, როდესაც ორგანიზმი მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს და აი ასეთ შემთხვევაში დეფიციტი ალკოჰოლისა, რომელიც უნებურად ჩამოყალიბდა, ქმნის სამედიცინო მდგომარეობას, რომელიც მრავალ სხვა სიმპტომთან ერთად გამოირჩევა მოთენთილობით და დაღლილობით, ზოგჯერ პირიქით აგზნებითაც კი. ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად მოთენთილობისა და დაღლილობის განცდა, რომელიც შეიძლება გქონდეს და ხშირად არის გაზიანი ტკბილი სასმელების გამოყენებისას, როდესაც სისტემატურად მოვიხმართ ამ პროდუქტებს, ენერგეტიკული სასმელების მოხმარებისას. მიაქციეთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ
თითქოს ტონუსის გამაძლიერებელია, სასიცოცხლო ძალების მომგვრელია ეს პროდუქტები, საპირისპირო განცდებს აღძრავს, როდესაც არარაციონალურად გადაჭარბებით მოვიხმართ. ტკბილეული და ტკბილი პროდუქტების, განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შაქრებით დატვირთვა ადამიანებში აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას, ისევე როგორც გლუკოზის დონის მკვეთრი ვარდნა სისხლში. აი, ამიტომ გლიკემია, ანუ გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში, სტაბილური მაჩვენებელი არის სწორედ საუკეთესო წინაპირობა იმისა, რომ მოთენთილობა და დაღლილობა ნებისმიერი უკიდურესობისაგან დაცვის საშუალებას გვაძლევს. ანუ უბრალოდ მოთენთილობა და დაღლილობა ნებისმიერ უკიდურეს მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული. კოფეინის გამოყენება და კოფეინ შემცველი პროდუქტების გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მასტიმულირებელი ტონუსის ამწევი ეფექტი აქვს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დოზა და არის მდგომარეობები, როდესაც ამ პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარება პირიქით მოთენთილობისა და დაღლილობის განცდას აღძრავს, ისევე როგორც იმ ადამიანებში, ვინც გარკვეულწილად რიტუალურად დაკავშირებული ამ პროდუქტების მოხმარებასთან, სანამ არ მიიღებს ამ პროდუქტს, გრძნობს დაღლილობას, მოთენთილობას და თითქოს ძალების მოკრეფა უჭირს. თქვენი ფიქრებთ, რა შუაშია ცხიმების მოხმარება, მარილის მოხმარება და მოთენთილობა, დაღლილობა. მარილის მოხმარება არარაციონალურად, ეს არის სითხის შეკავება, ეს არის წნევის მერყეობა, ეს არის გარკვეული ბალანსის დარღვევა უჯრედის შიგნით და უჯრედის გარეთ სითხისა, რაც აღძრავს ადამიანში მოთენთილობას და დაღლილობას. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პროცესირებული პროდუქტების, ანუ გადამუშავებული პროდუქტების, ტრანსხიმების გამოყენება, რომელიც აღძრავს ადამიანებში მოთენთილობას და დაღლილობას, თუნდაც იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია ანთებასთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად, მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მოთენთილობასა და დაღლილობაზე, არ უნდა დაგვაუწყდეს ის უხილავი სამყარო და წონასწორობა ნაწლავში, ნაწლავსა და ნებისმიერ სხვა სისტემასთან. დიახ, როგორია მდგომარეობა ნაწლავში, როგორია მიკრობიოტა და მიკრობიომი, როგორია ცხოველქმედების პროდუქტების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე, როგორ აისახება მაგალითად ეს ნაწლავ ტვინის ღერძზე. ამან შეიძლება ჩვენში აღძრას მოთენთილობის და დაღლილობის შექმნება, ამიტომ ნაწლავის გამართული მნიშვნელობა არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო. შემდეგი საიდუმლო ეს გახლავთ წონასწორობა, რომელიც რა თქმა უნდა ნაწლავზე საუბრისას ჩვენ აუცილებლად გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც სასწორს წარმოვიდგენთ, სადაც არა მარტო მიღებული და დახარჯული ენერგიაა გასათვალისწინებელი, არამედ გასათვალისწინებელია ყველა იმ ფაქტორთან მიმართებაში წონასწორობა, რომელიც მე უკვე დავასახელე: ძილი, ფიზიკური აქტივობა, წონა, მაგალითად წყლის მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, სხვადასხვა საკვები ნივთიერების მოხმარება და ამ წონასწორობაში არ უნდა დაგვაუწყდეს რა იქნებოდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მართვის უკეთესი შესაძლებლობა და რა დაგვეხმარებოდა დაღლილობის შეგრძნების დაძლევაში. ნაწლავის მოწესრიგებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ყოველდღიური კვების დარეგულირება. მცირე ულუფებით ყოველდღიურად ისე გადანაწილება ყველა აუცილებელი ჯგუფის პროდუქტებისა, რომ კვებათა შორის ინტერვალი არ იყოს ხანგრძლივი, გავითვალისწინოთ, რომ საკვები დიდი ულუფით კი არ მივაწოდოთ მაღალი სიმკვრივით საკვები ნივთიერებების. ანუ საკვები ნივთიერებებით უნდა იყოს დატვირთული პროდუქტები და არა დიდი მოცულობით. და ასეთ შემთხვევაში ხუთი ჯგუფის ხუთი ფერის პროდუქტები. კიდევ უფრო მეტი მათი მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას უკეთ მართოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ზოგადად ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთი სიმპტომი დაღლილობა. არ უნდა დაგვაუწყდეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მე ვახსენე წეღან საუბარში და რომელიც არის საფუძველი, უხილავი საფუძველი, ეს არის ანთება. და ანთებასთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვების ისეთი მოდელები, რომელიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. ეს არის საკვები პროდუქტები,
ამ შემთხვევაში ჰარვარდის სკალა კლასიკურად წარმოდგენის, სადაც პომიდორი, მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, სხვადასხვა სახის თხილეული, ციტრუსი, კენკროვანები და სწორად შერჩეული ცხიმები გვაძლევს საშუალებას ზეითუნისეცსა და თევზის გამოყენებასთან ერთად არა მარტო ანთება მართოთ, არამედ მისი დამსახურებით განვითარებული დაღლილობა ავიცილოთ თავიდან ან დავძლიოთ. ხოლო როდესაც შეაფასეს კვების მოდელები, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის თავიდან დასაცილებლად ან არსებული სინდრომის მართვისათვის, აღმოჩნდა, რომ ასეთი მოდელი, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადების დროს, არის ხმელთაშუა კვების მოდელი, რომელიც გამოირჩევა სწორედ ჩემს მიერ დასახელებული პროდუქტების მრავალფეროვნებით, ანთების საწინააღმდეგო საკვების ფართო გამოყენებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტით, როგორც გახლავთ სოციალური კომუნიკაცია, სწორი პროდუქტების სწორ კომბინაციასთან ერთად და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, ისევე როგორც ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და იმის გააზრებაზე, ვინ ვართ ჩვენ. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი, მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.